დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ცდომა იმართება, სადაც ლიდერები უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირის თავდაცვის შესახებ იმსჯელებენ. სამიტი 6 მარტის სპეციალური ევროპული საბჭოს შეხვედრის გაგრძელება, რადგანაც ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და ევროკავშირის გადაიარაღების გადაწყვეტილება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განსახილველ საკითხთა შორის არ არის, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კვლავ ევროპის ყურადღების ქვეშ რჩება. შეხვედრის დაწყებამდე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უოლფ კრისტერსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც იცით, საქართველოს დღის წესრიგში ძალიან ხშირად არის და დღეს რომ არ არის, ეს მხარდაჭერის ნაკლებობას არ ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ეს ბევრჯერ გამოხატეთ სხვადასხვა ფორმით. ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებისა და სწორი მიმართულების შესახებ კვლავ დარჩება ისე როგორც ადრე. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროევროპულ პარტიებთან კოორდინაციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს 4-თვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე ღრმა კრიზისშია და მას სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ. წერილის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს მმართველი ძალა ქვეყანას არ მართავს, მხოლოდ რეპრესიებზე ამატებს, თუმცა პროტესტი არ ნებდება. წერილის მიხედვით, სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ევროპამ საქართველოს არ უნდა დაივიწყოს, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობაა. საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება მაშინ, როცა დე-ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის შეყვანას. საქართველოს ბედი განაპირობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა. მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენს წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ. საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ. ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი საქართველოში ახალი არჩევნებია. წერილის ავტორების აზრით, ახალი არჩევნების მიღწევა მხოლოდ ევროპული და საბოლოოდ ამერიკული მაღალი დონის მედიაციით მიიღწევა.